მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა სპორტის დაფა. ჩვენი დღევანდელი სასაუბრო თემა, მთავარი თემა გადაცემის იქნება მსოფლიო თასის კენჭისყრა, სადაც გაიყვნენ დიდწილად საქართველოს ნაკრების მეტოქეები, ვინ იქნებიან იაპონიაში 2019 წელს, თუმცა მანამდე ვისაუბრებთ ქვეყნის შიგნით განვითარებულ სპორტულ მოვლენებზე და სუპერლიგის ერთ-ერთი ფინალისტი უკვე კალათბურთში გარკვეულია. დავით ბანანაშვილი მოგახსენებთ უფრო დაწვრილებით ამასთან დაკავშირებით. საღამოშიდობის მოგესალმებით. დიახ, პირველი ფინალისტი გამოვლინდა უკვე საქართველოს სუპერლიგის გათამაშებაში და ეს გახლავთ საკალათბურთო გუნდი ქუთაისი, რომელმაც საერთო სერიაში კაქტუსი ანგარიშით 3-1 დაამარცხა. აი ამ მეოთხე მატჩის ფრაგმენტებს ადევნებთ ახლა თქვენ თვალყურს. საკმაოდ საინტერესო გამოვიდა გამომდინარე იქიდან, რომ პირველი ტაიმი მოიგეს აქ ქუთაისელებმა ძალიან დიდი სხვაობით 25 გოლი და თითქოს ყველაფერი გადაწყდა, თუმცა მესამე მეოთხედში დაკაჩა და მეოთხედის სტარტზე კაქტუსმა ეს შეხვედრა მიუახლოვდა 9 ქულამდე მოწინააღმდეგეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ქუთაისელებმა შეძლეს და 91-68 გაიმარჯვეს. უცებ გავიარო და საუკეთესოებზე ვთქვათ, გეტყვით რომ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა ბექაურმა, 21 ქულა ქონდა და 7 მოხსნა ქუთაისელთა ცენტრს და პლუს ამას აღნიშნეთ გიორგი ცინცაძეს წინვალი თამაში ჩვენი ნაკრების უკანა ხაზელმა ამ შეხვედრაში გააკეთა 5 ქულა 6 მოხსნა და 16 შედეგიანი გადაცემა, რაც რა თქმა უნდა ძალიან მაღალი მაჩვენებელია. მოკლედ ქუთაისის გულშემატკივარს ულოცავ მათ საყვარელი გუნდის ფინალში გასვლას, ხოლო აი მეორე ფინალისტი გუნდი უკვე გამოვლინდება ცოტა ხანში, ვინაიდან 2-0 უგებს დინამო რუსთავს სერიას. ეხლა მესამე შეხვედრა 15 მაისს რუსთავში გაიმართება და ნახოთ იქ რუსთაველები დარწმუნებული ვარ ბოლომდე იბრძოლებენ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ სერიას 3 მოგებამდე, ასე რომ ნელ-ნელა უკვე გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და უახლოვდება, ასე ვთქვათ, დასასრულს საქართველოს საკალათბურთო სეზონი მთლიანად. და კაქტუსსაც მიულოცოთ სადებიუტო წარმატებული სეზონი 3-1 დათმას მაგრამ ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ განსაკუთრებულად პირველ ტაიმში და შეიძლება ითქვას რომ პირველ ტაიმში ძალიან ხარად დავაფიქსირეთ ის რომ ჩვენ განწყობილი ვართ იმის რომ ვიბრძოლოთ ჩემპიონობისთვის. მეორე ტაიმში პატარა სირთულეები წამოვიდა, მაგრამ ეს ნორმალურია. ეხლა ძალიან დიდი დრო გვაქვს იმის რომ მომეზადოთ ფინალებისთვის. ქუთაისი ძალიან ძლიერი გუნდია, მე მიულოცავ გამარჯვებას, დამსახურებულად გაიმარჯვა. რაც შეეხება ჩემ გუნდს, ჩვენი გუნდისთვის პრესტიჟი იყო, რომ ჩვენ ნახევარფინალში გავედით და ყველა თამაში ქუთაისს ბრძოლა გავმართეთ, ჩემო თამაშიას მადლობას გადავუხდი და მოვემზადებით მესამე ადგილისთვის თამაშისთვის. ჩვენ მოვისმინეთ ახლა ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელის კონტეტუბუშის ქუთაისის თავკაცის და ასევე არჩილ ჟღენტის კაქტუსის მთავარი მწვრთნელის კომენტარები. რა თქმა უნდა, ახლა ამაში გასაკვირი პრინციპში არც არაფერი არ იყო ლუკა, ქუთაისი მაინც ფავორიტი იყო წყვილში, მაგრამ შენ თქმის არ იყო შევახლოთ კაქტუსი ბოლომდე ბრძოლისთვის და თავდადებისთვის. ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ უკვე საფეხბურთო ეროვნული ლიგაზე და ვისაუბროთ ამ ტურნირზე. დღეს ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა დინამოსა და ლოკომოტივს შორის, თბილისური დერბი. ჯერჯერობით ეს მატჩი არ დასრულებულა, ახლაც მიმდინარეობს და ანგარიშია 3-0 დინამო იგებს პაპუნაშვილის და კიტეიშვილის გოლებით. კიტეიშვილის გოლს ახლა უყურებთ თქვენ შორეული დარტყმით, მან მართლაც ულამაზესი გოლი გაიტანა და დინამო ეს პიროვნული ლიდერია უკვე გათამაშების. ზედიზედ მერვე მოგება არის ეს კახა კაჭარავას გუნდის და ნუ ერთი გოლი გულვერ თომაშვილს ჩაეწერა ავტოგოლად, ასე ვთქვათ, ანუ 3-0-ია გითხარით ანგარიში მთავრდება 97 წუთია და ჩვენ ცოტა ხანში გადაცემის ანუ ვთქვათ მეორე ნაწილში ჩვენი კორესპონდენტი ნიკოლოზ ბერაძე ჩაგვერთვება დინამო არენადან და ის უფრო დაწვრილებით მოგვახსენებს მატჩის პერიპეტიების შესახებ. დღის მეორე მატჩით შეგვიძლია რომ 2-2 სიტყვა ვთქვათ, ბათუმმა უმასპინძლა დილას 94 წუთამდე 2-0 იგებდა ბათუმი, თითქოს თამაში ბედი გადაწყვეტილი იყო, თუმცა 3-2 მოახერხა დილამ ძალიან დაძაბულ მატჩში გამარჯვების მოპოვება მიულოცოთ. იშვიათად ხდება ესეთი რაღაცა, ბოლო 8 წუთში ხა 3 გოლი წარმოიდგინეთ, მაგრამ ოჩახ გორელებს და მოკლედ ბათუმის დინამო რაც დაბრუნდა, ასე ვთქვათ, მშობლიურ ქალაქს და მშობლიურ ქალაქში ატარებს ეს გუნდი საშინაო მატჩებს ჯერჯერობით წარუმატებლად, ვინაიდან ორივე შეხვედრაში ვერ მიაღწია წარუმატებლობას და დღეს განსაკუთრებით კივნეული მარცხი განიცადეს ბორის დილასგან და დღეს კიდევ ერთი შეხვედრა იქნება 21 საათზე დაიწყება, რამდენიმე წუთში უკვე იმერული დერბია საჩხერის შიხურა სამტრედიის წინააღმდეგ. და როგორც უკვე გითხარით, ჩვენი დღევანდელი გადაცემის მთავარი თემა გახლავთ რაგბის მსოფლიო თასის კენჭისყრა და უკვე გარკვეულია ჩვენი მეტოქეები ვინ იქნებიან, ესენი გახლავთ დ ჯგუფში მოვხდით ჩვენ ავსტრალია პირველი კალათიდან უელსი, ასევე ჩვენთან ერთად და ოკეანეთის პირველი გუნდი და ამერიკიდან მეორე გუნდი, სავარაუდოდ ეს გუნდები იქნებიან ფიჯი ან სამოა და კანადა ან ამერიკა, ძალიან რთული მეტოქეები გვეყოლებიან. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, ესენი გახლავთ რა თქმა უნდა მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მაიკლ ჩეიკა, ავსტრალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ვორენ გეთლენდის მოსაზრება ამ ჯგუფის შესახებ და შემდეგ დავბრუნდებით უკვე სტუმართან ლექსო გუგავასთან ერთად პირდაპირ ეთერში. რა თქმა უნდა, რთული ჯგუფია. ავსტრალია მსოფლიო რეიტინგში მესამე გუნდია, უელსი კი ამ ტურნირზე მუდმივად სტაბილურად გამოდის.
ოკეანეთის პირველი გუნდი სავარაუდოდ ფიჯი იქნება. შეუძლებელია წინასწარ იცოდეთ თუ როგორ გამოვლენ ისინი მსოფლიო თასზე. მათ აქვთ ისეთი მოულოდნელობის შეთავაზების უნარი, რომლის წინააღმდეგ მომზადება ძალიან რთულია. ბოლო გუნდი კი ამერიკის მეორე ნაკრებია. ეს ან კანადა იქნება, ან შეერთებული შტატები. რთული ჯგუფია, არც ერთი თამაში ჩვენთვის მარტივი არ იქნება. ნამდვილად არ მოვხვდით იმ ჯგუფში, რომელიც ჩვენ გვინდოდა. ამის თქმა დანამდვილებით შემიძლია. ჩემი აზრით, კარგი ჯგუფია, ბედნიერი ვარ. ავსტრალია კიდევ ერთხელ შეგვხვდა, თუმცა ჩვენთან იქნებიან საქართველო, ფიჯი ან სამოა და ერთ-ერთი ამერიკული გუნდი. ჯგუფი საკმაოდ რთულია, თუმცა ჩვენ კენჭისყრის შედეგებით კმაყოფილები ვართ. ჩვენ უბრალოდ გვიხარია ამ ტურნირში მონაწილეობა, ჩვენ ძალიან ვისიამოვნეთ წინა ტურნირზეც. მაშინ მოლოდინი ჩემი გუნდის მიმართ დიდი არ იყო. ამის მიუხედავად ჯგუფიდანაც გავედით და ფინალამდეც მივაღწიეთ, რასაც ალბათ ბევრი არ ელოდა. ახლა იმის დროა, რომ კარგად ვივარჯიშოთ და დავრწმუნდეთ, რომ მზად ვართ იმ მოწინააღმდეგებისთვის, რომლებიც ჯგუფში ყავს. რა თქმა უნდა, უელსი ჩვენთანაა და დიდი შანსია, რომ ფიჯიც ჩვენთან მოხვდება. ძალიან ჰგავს ეს 2015 წლის ტურნირს. საქართველოს ძალიან დიდი პროგრესი აქვს, მაგრამ ამ თამაშებში მთავარი იქნება თუ რამდენად მოახდენ კონცენტრაციას და რამდენად მზად ხარ კონკრეტული მატჩისთვის. ამაში ვგულისხმობ როგორც მენტალურ, ასევე ფიზიკურ და ტექნიკურ მომზადებას. ჩვენ ტურნირამდე 1-2 მნიშვნელოვანი რამ გვაქვს გამოსასწორებელი, თუმცა მას უკვე მოუთმენლად ველით. ჩვენს ეთერში უკვე დაუბრუნდით ლექსო გუგავასთან, ვეტერან მორაგბესთან ერთად. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხარ პირველ რიგში. გამომშვიდობის. სამხრეთ ნახევარსფეროს 3 გრანდიდან, როგორც იქნა ავსტრალიასაც შევხვდებით სოფლიო თასის სპარგლებში, აქამდე სამხრეთ აფრიკასთანაც ვითამაშეთ 2003 წელს და შემდეგ 2015-ში უკვე ზელანდიაც იყო. ჩვენ ჯგუფში ეს მესამე გუნდიც, ასე ვთქვათ, აღმოჩნდა ჩვენთან. ზერაგში ავსტრალიელებს არც თუ ისე კარგი შედეგები აქვთ, ბოლო 2 წელია ვერ ახერხებენ ისინი წარმატების მიღწევას, მაგრამ როგორც მილტონ ჰეიგმა თქვა, სოფლიო რეიტინგში ავსტრალია კვლავ მესამე გუნდია და ძალიან დიდ ძალას წარმოადგენს. რა სიტყვი ამ გუნდზე, როგორ შეაფასებდი მათ შანსებს, როგორც ჩვენ ჯგუფში, ასევე შემდეგ უკვე ზოგადად ტურნირზე? დავიწყებდი ზოგადად თქვა, ავსტრალია არის ერთ-ერთი წამყვანი სარაგბო ერი მსოფლიოში. ამაზე მეტყველებს მისი ორჯერ არის მსოფლიო ჩემპიონი. და ნუ ყოველთვის ფავორიტია ავსტრალია. ავსტრალიაში არ არსებობს თქვა ზერაგში, ახლა თქვა ახალი ზელანდიის კლუბები დომინირებენ ზოგადად, მაგრამ ავსტრალიაც ნუ ყოველთვის წამყვანია, იგივე მესამე გუნდია მსოფლიოში დღეს და კონკრეტულად რაც შეეხება მსოფლიოს თასს, ეს არ არის არც ტესტ მატჩი, არც რაღაცა სხვა ტურნირი, სადაც გარკვეულწილად შეიძლება მწვრთნელს რაღაცა ექსპერიმენტის ან რაღაცა გამოცდილი მოთამაშის ნახვა სურდეს ან შეეძლოს. იქ ყველა არის კონკრეტულად ტურნირისთვის კონცენტრირებული, ამისთვის მუშაობენ დიდხანს, ემზადებიან. საბოლოო ჯამში მთელი 4 წელი ემზადებიან პრინციპში შემდეგი მსოფლიო თასის გუნდები, ხო? ამიტომ ის რაღაცა გარკვეულწილად შეიძლება ავსტრალიას რაღაცა არ ყავდეს ისეთი გუნდი, როგორც წინა წლებში ყავდა, გამორიცხულია შეიძლება უკეთესიც ყავდეს მომავალში. ამიტომ ყოველთვის ავსტრალიის მიზანი არის ალბათ მსოფლიო ჩემპიონობა. ნუ ერთი პრობლემა რაც ავსტრალიის ნაკრებს პირველი რანგის გუნდებთან თამაშის არის, ეს არის მათი სისუსტე შერკინებაში, ტრადიციულად ახასიათებს ბოლო 10 წლეულია უკვე. ამ კომპონენტში დიდი იმედი გვაქვს, რომ ვაჯობებ, თუმცა მთლიანობაში თამაში, რა თქმა უნდა, ძალიან გაგუჭირდება. უმაღლესი კლასის სუპერვარსკვლავები ყავთ, როგორც თქვა, შერკინებაში, ასევე უკანახაში. კი, ყავთ ვარსკვლავები, თან ეს მორაგბეები, ვინც ეხა არიან ვარსკვლავები, მომსოფლიო თასაც ითამაშებენ, იმას აქში არ არიან, რომ ვეტერანები იყვნენ 2019 წლისთვის. პრინციპში ჩვენი პლუსი ალბათ ყველა ნაკრებთან თამაში ის არის ერთ-ერთი რაც დომინანტი რაშიც ვართ ალბათ შერკინებაში. მაგრამ არ ვიცი, ხა მომავალში გვაქვს კიდე 2 წელი იმისთვის რომ მოემზადოთ. კარგია რომ ავსტრალია, ვთქვათ, აქამდე არ გვითამაშია და ესეც ერთგვარი რაღაცა იმათ ავსტრალიისთვისაც სიურპრიზი იქნება ჩვენთან თამაში, იმიტომ რომ ესე კარგად არ გვიცნობენ ჩვენ როგორ შეგვიძლია თამაში, რა შეგვიძლია, კი გაარჩევენ, ანალიზსაც გააკეთებენ, რა თქმა უნდა შეგვისწავლიან თავიდან ბოლომდე, მაგრამ ჩვენ შევისწავლეთ და იმედი მაქვს 2 წლის თავზე გარკვეულწილად ძალიან კარგ თამაშს ვანახავთ ავსტრალიასთან და თულ მსოფლიოსთან. საკმაოდ ამომწურავად ვისაუბრეთ ავსტრალიის ნაკრებს და ლექსო უელსზე მინდა კითხო, უელსის ნაკრები, რომელიც ყოველთვის ძალიან სტაბილურია მსოფლიო თასის გათამაშებებზე, თუმცა აი ბოლო პერიოდში ხა უკვე ერთად თასზე მაინც და მაინც 6-1-ში უბრალოდ ვერ გამოირჩევა სტაბილური თამაშით და თან პლუს ამას უნდა შევხვდეთ ტესტ მატჩი ნოემბერში ხა ჩვენ უელსელებს და აი ეს ფაქტორი ამდენ დადებითად იმოქმედებს ჩვენზე ზოგადად.
მიწით რა ძალიან საინტერესო ეს მომავალი ტესტ მატჩი უელსთან, იმიტომ რომ უელსაც პირველად ვეთამაშებით ჩვენი ისტორიის განმავლობაში. უელსის როგორც ავსტრალია, ზელანდია, ინგლისი ყოველთვის წამყვანი ერია რაგბიში. პრინციპში ერთადერთი ქვეყანა არა, მაგრამ ზელანდია, უელსი არის, სადაც ნომერ პირველი სპორტი, ეროვნული სახეობა არის რაგბი. და ყოველთვის სტაბილურია უელსი, წინა მსოფლიო ჩემპიონატზეც, ანუ იქ ხეთ სწორად აღნიშნა ავსტრალიის მწვრთნელმა ინტერვიუში, რომ გარკვეულწილად სადღაც აი მენტალური მომზადება აკლდა უელს, თქვათ ბოლო წუთებზე წააგო სამხრეთ აფრიკასთან თამაში. ამაზე ბოლო წუთებზე მოუგო ინგლისს თამაში მსოფლიოს თასზე. ავსტრალია უელს ყოველთვის მომზადებული და ყოველთვის კონცენტრირებული, ყველა გუნდი აბსოლუტურად 20-ვე ემზადება და არ არსებობს გუნდი, რომელიც უბრალოდ რაღაცა ის კონდეს კომპონენტში არ ცდილობდეს რომ სოფლიო თასისთვის აბსოლუტურად ყველაფერი ამოაქვს ხო და როდესაც ავსტრალია უელსი არის საუბარი ხო ეს გუნდები თან თავენ გამართული მთელი სპეციფიკით უამრავი რესურსით მოთამაშეების ყოველთვის ცდილობენ რომ სოფლიო თასზე იყვნენ ყველაზე ოპტიმალური შემადგენლობა. ლექსო ცოტა დროღა დაგვრჩა და აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმ 4 სავარაუდო მეტოქეზე, რომელიც დანარჩენ 2 ადგილს დაიკავებს, მოკლედ რო ვთქვათ, სამოა, ფიჯი ავარიანტები ოკეანეთიდან, ხოლო ამერიკიდან კი ამერიკა, კანადა, ყველა ისეთი გუნდია, რომელსაც ჩვენი რანგის ნაკრებთან მოსაგებად თამაში შეუძლია. რა თქმა უნდა, პრინციპში ეხლა ვერ იტყვი რომ ვთქვათ ერთი დონის გუნდები ვართ ამ შემთხვევაში, სამოა, ფიჯი, კანადა, ამერიკა, ალბათ შეიძლება ვიღაცასთან დადებითი ბალანსი გქონდეს ურთიერთშეხვედრებით, ვიღაცასთან არ გქონდეს უარყოფითი ბალანსი გქონდეს, მაგრამ შეიძლება ამ დიდ გრანდებთან, სამხრეთ ნახევარსფეროს გუნდებთან, ევროპულ გრანდებთან შედარებით ტესტ მატჩებზე და სხვადასხვა ტურნირებზე სამოას და ფიჯის უჭირდეს გამოსვლა, იმიტომ რომ ვერასდროს ვერ კრიბავს ოპტიმალურ შემადგენლობას, მაგრამ სოფლიო თასისთვის ყოველთვის ყავს მობილიზებული საუკეთესო მოთამაშეები, რაც კი გააჩნია იგივე შემიძლია თქვა ამერიკაზე, იგივე კანადაზე. ამიტომ ძალიან რთული ჯგუფი შეგვხვდა, მაგრამ ერთგვარად საინტერესოც არის და ჩვენ თუ ვფიქრობთ და ვართ მზად რომ უნდა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე და ვართ ამისთვის მზად, აუცილებლად უნდა დავიწყოთ უკვე რაც შეიძლება ამ გუნდებთან მეტი თამაში, მეტი გამოცდილება და უკეთ ვითამაშოთ მომავალში. ძალიან დიდი მადლობა ლექსოს სტუმრობისათვის და საინტერესო საუბრისათვის. ძალიან დიდი ტურნირი გველის, რომელსაც ყველა უკვე სულ მოქმედად ველით 2 წელია იქამდე დარჩენილი, მაგრამ ერთი სული გვაქვს, რა თქმა უნდა, იაპონიის მსოფლიო თასი. როდის დაიწყება, ახლა კი უკვე შეგვიძლია რომ ჩაგვერთოს ჩვენი კორესპონდენტი ნიკოლოზ ბერაძე დინამო არენადან იქ დასრულდა უკვე შეხვედრა. ნიკა საღამომშვიდობის თუ გესმის ჩვენი და ჩვენ კი გამოვაცხადეთ ანგარიში, მაგრამ შენგანაც საინტერესოა დეტალები თუ როგორ განვითარდა მოვლენები დღევანდელ შეხვედრაში. დავით ლუკას აღმშვიდობისა, საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა მე-11 ტურის ცენტრალური შეხვედრა მოგეხსენებათ დინამო არენაზე ჩატარდა და კახი კაჭარავას გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით 3-0 დასრულდა. პირველი ტაიმი დინამოელების სრული უპირატესობით წარიმართა 22 წუთზე ფლანგური შეტევის შედეგად გიორგი პაპუნაშვილმა გახსნა ანგარიში ზუსტად 8 წუთში დინამო არენაზე მოსულმა გულშემატკივარმა შესანიშნავი გოლი იხილა. შორეული დარტყმით ოთარ კიტეიშვილმა აიღო თეოდორაძის კარი მეორედ და პირველი ტაიმი დინამომ 2-0 მოიგო. თამაშის სურათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა, რადგან დინამოელები ფლობდნენ კვლავ უპირატესობას და საბოლოო ანგარიში 64 წუთზე დაფიქსირდა. ბაჩანა არაბულის დარტყმის შემდეგ საკუთარ კარში გოლი გულვერ თომაშვილმა ჩაჭრა და დინამომ საბოლოოდ 3 უპასუხო ბურთი გაუტანა ლოკომოტივს და განიმტკიცა ლიდერობა. მე შეგახსენებთ, რომ 24 ქულა ქონდა ამ თამაშამდე დინამოს და ის 3 ქულით უსწრებდა ლოკომოტივს, ახლა კი უკვე 27 ქულა აქვს. ლოკომოტივი ჯერჯერობით ჩება მეორე ადგილზე. მე შეგახსენებთ, რომ დღეს უკვე გაიმართა ბათუმის დინამოსა და გორის დილას ძალიან საინტერესო შეხვედრა. ბათუმელები 2-0 იგებდნენ და ბოლო 10 წუთში მოახერხეს გორელებმა თამაშის შემოვრუნება და 3-2 დამთავრდა ის შეხვედრა. დღეს მე-11 ტური დასრულდება 9 საათზე. ამ წუთებში იწყება უკვე სამტრედიასა და ჩიხურას დაპირისპირება და სწორედ ეს იქნება ბოლო შეხვედრა მე-11 ტურში. დღევანდელი დღის შემდეგ კი დინამომ ლიდერობა განიმტკიცა და მას 27 ქულა აქვს. ასეთი იყო დღევანდელი თამაში. ძალიან დიდი მადლობა ნიკოლოზ ბერაძე, ჩვენი კორესპონდენტი გვერდებოდა დინამო არენადან და აქვე უნდა აღვნიშნოთ კიდევ ერთი კენჭისყრის შესახებ ვისაუბროთ. ბაზელში ჩატარდა მსოფლიოს ჩემპიონატის კენჭისყრა ხელბურთში 19 წლამდელთა შორის, რომელსაც საქართველოს უმასპინძლებს ლუკა.
ჩვენთან გაიმართება და ძალიან საინტერესო ქვეჯგუფია. ჩვენ შეგვიძლია ახლა ვაჩვენოთ ეს ჩვენი ქვეჯგუფი და ჩამოვთვალოთ კიდე ჩვენი მეტოქეები. ესენი არიან ისლანდია, გერმანია, ჩილე, იაპონია და ალჟირი. ეხლა სახელმწიფო ქვეყნებიდან გამომდინარე არ არის მაინც და მაინც ცუდი ჯგუფი, პირდაპირ შეიძლება ამის თქმა ჩვენთვის და ნახოთ იმედია ყველაფერს გააკეთებენ ახალგაზრდა ქართველი ხელბურთელები რომ ამ ჯგუფიდან შემდგომ ეტაპზე გავიდნენ. ну ფეხბურთზე დღეს ბევრი ვისაუბრეთ გადაცემაში, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგჩეს და დავივიწყოთ ის, რომ დღეს 22 საათსა და 45 წუთზე მადრიდის რეალი დაუპირისპირდება ატლეტიკოს. ამ მატჩის ხილვის საშუალება, რა თქმა უნდა, გექნება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში. ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ სიუჟეტი ამ მატჩის შესახებ და დავემშვიდობოთ დღეს ჩვენს მაყურებელს. დღეისათვის ეს იყო, კარგად ბრძანდებოდეთ. ნახეთ ინო გაბელია სიუჟეტს გიტოვებთ, ყველანაირ გემშვიდობებით. ვისენტე კალდერონზე დღეს UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე ფინალისტის ვინაობა გაირკვევა. მადრიდის ატლეტიკო რეალს მასპინძლობს. ზინედინ ზიდანის გუნდმა პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში 3-0 მოიგო. სანტიაგო ბერნაბეუზე კრიშტიანო რონალდუმ მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა. ვისენტე კალდერონზე ევროთასების უკანასკნელი მატჩი გაიმართება. ატლეტიკოს შემადგენლობაში სათუა ხუან ფრანის, შალკოსა და ხიმენესის თამაში. რეალს კი ბეილი და კარვახალი დააკლდება. პირველი ფინალისტი ტურინის იუვენტუსია, რომელმაც მონაკო განმეორებით შეხვედრაშიც დაამარცხა. ამჯერად 2-1 და უკვე 3-ის კარდიფში გასამართი მატჩისთვის შეუძლია მოემზადოს. ბებერმა ქალბატონმა სტუმრებს პირველი ტაიმი 2-0 მოუგო. 33 წუთზე დანიელ ვეშმა მანჯუკიჩს გაატანინა. შემდეგ ტაიმის ბოლო წინა წუთზე კი თავადაც გაიტანა. დიდი მცდელობის მიუხედავად მონაკომ მაქსიმუმი რაც შეძლო იუვენტუსის კარში 1 ბურთის გატანა გახდათ. 79 წუთზე 18 წლის მბაპემ ბუფონის კარის აღება შეძლო. ორი მატჩის ჯამში იტალიელებმა 4-1 მოიგეს და ფინალში მადრიდულ კლუბს ელოდებიან. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალური მატჩის განმეორებით შეხვედრას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი 22 საათსა და 45 წუთიდან შემოგთავაზებთ.